რამდენი ვილაპარაკე, მგონია რომ ჩავწერე და არ ჩამიწერი. ვივარჯი შეკლა მოვედი. და ესეთი გაბუწკული. მიყვარს ხოლმე კომენტარებს რომ ჩაუჯდები და რომ მომინდება პასუხი უკვე აღარ დავეძებ როგორ გამოვიყურები. ესე იგი user ჭղება 197 გვწერს. ხო, მაგრამ უაზროდ და უადგილოდ იცინით. პირველი, შენ თუ თვლი რომ უაზროა, ანუ ადგილოა, ჩემთვის ის რაღაცა აზრიანია და ადგილიანია. ამიტომ ვინ განსაზღვრა, როდის უნდა გავიცინო და ვინ დამიწესა ადგილი და დრო? დაფიქრდი ამაზე, აბა, შენ მოგწონს, როცა შენი სიცილის ადგილსა და დროს ვიღაცა გიწესებს? მაშინ შენ მე რატომ მიწესებ და რატომ მისაზღვრავ, ხო? სიმწრის სიცილს უფრო გავსიცილი, სიმწრისა უფრო ადრე უფრო სერიოზულად მხიარული ვიყავი. ჩეკალელი ხარ. უყურეთ და ანუ ახლა ისტერიული სიცილია. ანუ უყურეთ მე ჩემს ხასიათში მაქვს მკვეთრად გამოხატული ისტეროიდული რადიკალი. ხა ვინც ფსიქოლოგია იცის, მიხვდება რაზეც ვამბობ. და ეს ერთგვარი ჩემი შინაგანი ჯოკერი. ეგეთი ტიპი. იმას თითქოს ადრე ვუარყოფდი. და თითქოს უფრო სერიოზული მინდა დავყოფილიყავი და ეხლა რაღაცნაირად გავთავისუფლდი და გამოვუშვი თითქოს ეს ჩემი ჯოკერი. და მიყვარს და მომწონს და ძალიან მახალისებს რეალურად. და ეს აღიარებული მაქვს რა ჩემს თავში. ამიტომ არა ჩემს არანაირ პრობლემს არ წარმოადგენს რა. ხანდახან ძალიან სერიოზული და აკადემიური შემიძლია ვიყო. ხანდახან ძალიან ეგეთი შემიძლია ვიყო. ისე ჩავწერ მე ჩემს იმებზე. შინაგან სუპიროვნებებს ერთ ვიდეოს გაგაცნობთ ყველას. თქვენი ცნობთ თქვენ შინაგან სუპიროვნებებს, არა? საინტერესო მოგზაურობაა საკუთარ მეში. ხო, და ეხლა ესეთ ადამიანებს რატომ აღიზიანებს? სავარაუდოდ თვითონ აქვს იგივენაირი ეს შინაგანი ისტეროიდი. ანუ ყურეთ ისტეროიდული ხასიათი, წამყვანი რადიკალი, იმას არნიშნავს, რომ ისტერიკა მაქვს, ან ისტერიკაში ვარ, ან ისტერიული ვარ. ანუ ეს მხარე, მაგრამ ნორმების ფარგლებში მაქვს და ეს მაძლევს გამბედაობას, საჯაროობისადმი სწრაფოს. ყველა საჯარო ადამიანს აქვს ეს ისტეროიდული, ანუ დემონსტრატიული რადიკალი თავის ხასიათში. შინაღლ შემთხვევაში შეუძლებელია მოგწონდეს ყურადღება საჯარო. ოკეი. და დიდი ალბათობით თქვენც გაქვთ აი ორი ვარიანტია, რატომ ღიზიანდებით ამის გამო და რატომ გინდებათ რომ ეს დაწეროთ ამაზე მიმითითოთ, რომ არა ესე. თქვენც გაქვთ სავარაუდოდ ეს შინაგანი ჯოკერი ისტეროიდი და არ ყავთ მიღებული. და აი თქვენს მანერებს და თქვენს შეიძლება მართლაც ისტერიული პიროვნება ხართ და ამას დაუკვირდით. ეს ერთი მხარე. მეორე რის გამოც, ანუ მეორე ჭრდილი რაც შეიძლება იყოს, რის გამოც ადამიანებს ეს აღიზიანებთ, ეს არის აი ეს ხელოვნური სიცილია, ხელოვნური. ნუ პირველ რიგში ხელოვნურ სიცილზე ვიტყვი, რომ ჩვენი სხეული და ფსიქიკა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში არის და თუ ხარცოთ ხასიათზე შესაძლებელია და საერთოდ არ გეღიმება. საკმარისი ესე გააკეთო და იძალით ესე იარო, დგები კარგ ხასიათზე და ამგვარად როცა ეს იცი, შენ შეგიძლია რომ მე წინავდილეში გეცინება. შენ შეგიძლია რომ შენი განწყობა არეგულირო, ის ჰორმონები რომელიც შენს სხეულში გამომუშავდება არეგულირო, ანუ შენს განწყობაზე შენ თავად იღებ პასუხისმგებლობას. ოკეი. მერე ესე იგი მომდევნო ხელოვნურობასთან დაკავშირებით, ხო? სავარაუდოდ თუ აი უშუალოდ ხელოვნურობა მოცდები და ვერ დავიჭირე ხეირიანად რომ განათებაც იყოს და ის ღია კარადაც არ ჩანდა. მაპატიეთ ხა რომ ღია არის კარადა რა, გამომიხდებიან ვიცი ამ თემაზეც ზოგიერთი. გავახედე და ჩეკრე, რა მოხდა? ადამიანი ვარ ცხოვრობ ხანდახან კარადას ვაღებ. როტანის ამოზი გამოვიღო და ой, საშინელება ხანდახან ღია მრჩება ეს კარადა. ოღეჩ. კარგი. და ხელოვნურობასთან დაკავშირებით ვინც ღიზიანდებით, ხო?
შესაბამისად ეს ხელოვნურობა რაღაცაში თქვენ თვითონ გაქვთ და თქვენს თავში ამას ვერ ამჩნევთ და ამიტომ ესე ძალიან გაღიზიანებთ ჩემში ხედავთ ამას. არადა ჩემთვის სრულიად ბუნებრივი არის ეგრე ღრეჭვა და სიცილი და კრეჭა რაღაცა ეგეთების კეთება. ჩემ ახლობლებმა კი იციან და ყველა მიცნობ. ოკეი. კიდე რაღაცა უნდა მეთქვა ჭკვიანური და მოვიწყდა. ხო, ანუ უყურეთ, როდესაც სხვა ადამიანს რაღაც გვაღიზიანებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ რაღაც კუთხით ასთნაირად ვიქცევით. და ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვაიმე რანაირად აჭყიტავს თვალებს ამას წინათ. ჩემი შვილი მეუბნებ ერთ-ერთ მსახიობზე და მე რომ დავაკვირდი შვილს, შენ თვითონაც ეგრე აჭყიტა, უბრალოდ ვისაც ეს დიდი თვალები აქვს, ყველა ვაჭყიტავთ რეალურად ლაპარაკის დროს, ხო, თვალს ხან მეტად ვაღებთ, ხან ნაკლებად, მაგრამ ვისაც უფრო დიდი თვალები აქვს, იმათ უკვე რაღაც ჰიპერტროფირებული გამოსდით. შენც იგივენაირად აკეთებ თქო. და მეორე ვერსია, ანუ შეიძლება იყოს პირდაპირი კავშირი, პირდაპირი პარალელი და მეორე თუ არ არის და შენც იგივეს არ აკეთებს ზუსტად ერთ-ერთში, მაშინ დაუკვირდი მახასიათებელს, ანუ კონკრეტულად რა გაღიზიანებს, ხო? ანუ აი ხელოვნურობა, ისტერიულობა და ესე იგი შენში არის რაღაცა ეს ხელოვნურობა, ისტერიულობა, უბრალოდ არ აღიარებ და ამიტომ სხვაში გაღიზიანებს. და როდესაც შეხედავ შენს თავს და აღმოაჩენ, ხო, რაღაც პონჩი მეც ისტერიული ვარ ხოლმე, ან ხო, რაღაც პონჩი მეც ხელოვნური ვარ ხოლმე. უკვე ეს აღარ გაღიზიანებს სხვაში, აღარ გმართავს, ანუ მიიღე შენს თავში სხვაშიც და ოკეი. და ასეთნაირად ჩემთვის მაგალითად პირდაპირ ის არის ხოლმე ძალიან კარგი ტრიგერი, ნიშანი რომ თუ ვიღაცაზე ღიზიანდები, არაფერ შუაში ადამიანი დავინახე, იმან მე არც კარგი გამიკეთა, არც ცუდი გამიკეთა, საერთოდ არ მეხება, უბრალოდ თავისთვის არსებობს, თუნდაც TikTok-ში, ხო? მაგრამ მე მაღიზიანებს. და ჩემი თავი დავიჭირე, ხო? ამ გაღიზიანებას და რატო რა დააშავ, რას ვერჩი ღმერთო? ანუ ეგრევე ვიცი რომ უნდა დავფიქრდე, რას ვხედავ ხა მასში, რას ჩემ თავში ჯერ არ მაქვს დანახული. და როგორც კი გავიაზრებ, ეგრევე მეშვება ხოლმე და სულ უფრო და ამგვარად, ამ ტექნიკით და სხვათა შორის ტრანსფორმაციულ კოუჩინგში ჩვენ ვასწავლით ტექნიკას, სადაც ხანდახან მარტო გააზრება არის საკმარისი, ხანდახან არა. ხანდახან სპეციალური ტექნიკაა ჩასატარებელი, რომ ეს ორი პოლარობა ერთმანეთს შეერწყას და მორჩა. საერთოდ გეხსნება ყველანაირი ემოცია ამასთან დაკავშირებით, თქვენ წარმოიდგინეთ საოცრება. და აი ესეთ ბევრ რაღაცებზე რო ამუშავებ შენს თავს, მე რაღაც ეს შინაგან ძენს პოულობ. და ისა, რომ გამწარებული ხარ. ესე იგი ხალხს, რადგან ეხლა გავასაჯარავე ეს ინფორმაცია, გონიათ რომ ეხლა დავშორდი მე ჩემს ყოფილს და გონიათ რომ ეხლა გამწარებული უნდა ვიყოს ეს დადარიგით. ხო და მე ერთი წელი არის აგერგინაღამ, რაც დავშორდით ხალხ. ხო და როდესაც მткиოდა და როდესაც განვიცდიდი მაშინ რატო დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს? მაზოხისტი ხო არ გონი? როცა მткиოდა ჩემთვის ჭუმად მოვაგვარე ეს საკითხი ჩემში, გადავხარშე და მადლობა ჩემს კოლეგებს ძალიან დამეხმარნენ. თანაც უყურეთ თვითონ განშორების ფაქტი კი არ მткиოდა. ღალატის ფაქტი და ტყუილის ფაქტი მткиოდა და ეს თემა ეხლა აი რატომ მткиვა ძალიან აქტუალურია ჩემთვის და მაგაზე ვმუშაობ და სხვათა შორის გუშინ ქონდა შეხვედრა აქ Magic Stretches ვაკეთებთ ხოლმე და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო მოსული მამაკაცი ჩემზე 1-2 წლით უფროსი რომელიც ასევე ამ სულიერი და პიროვნული განვითარების საკითხებშია და ამ თემასთან დაკავშირებით როგორი ძვირფასი სიტყვები გააჟღერა, იცი? ღალატობენ მაშინ, როდესაც შენ ღალატობ შენს თავს. გატყუებენ მაშინ, როდესაც შენ ატყუებ შენს თავს. და
და მეთქი ხო იმიტომ რომ შენ არ უნდა მოიტყუო თავი და არ უნდა უღალატო შენს თავს და მოდი დამიწერეთ თქვენთვის რას ნიშნავს არ უღალატო შენს თავს გავარჩიოთ ეს თემა ახალ დროს ახალ რეალობას ახალი ადამიანები სჭირდება გაბედულები მამაცები თავისუფლები თავისი მისიისა და სულის ძახილის მიხედვით მაცხოვრებლები აი აკადემია არის სწორად ის სივრცე სადაც შენ შეგიძლია გახდე ასეთი თავისუფალი და თვითრეალიზებული დაუბრუნდე შენს რეალურ მესს ეს არის ჩვენი Facebook გვერდი Instagram-ი ასევე საიტი გადადით გადახედეთ პროგრამებს და მერწმუნეთ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგირჩევთ თქვენს ბიუჯეტზე და საჭიროებებზე მორგებულ შემოთავაზებას მოგწერეთ და დაიწყეთ განვითარება ნუღა გადადებ დრო აღარ ითმეს დაიწყე სვლა საკუთარი თავისაკენ აი აკადემია თქვენი განვითარების სივრცე გზა საკუთარი მესკენ გვიგულეთ თქვენ სამსახურში მოგწერეთ და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია